შაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9 საათსა და 30 წუთზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის გაერთიანებულმა ძალებმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე კოორდინირებული დარტყმა განახორციელეს. პირველი 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სამიზნეებზე 1000-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა, რამაც დააზიანა მართვის ცენტრები, სამხედრო ბაზები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. მოკლულია ირანის ათობით პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი. ოპერაციის პირველივე დღეს, რომელსაც ამერიკელებმა კოდური სახელი Epic Fury, ხოლო ისრაელმა Roaring Lion უწოდა, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ირანს 1999 წლიდან მართავდა. დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადეს, რომ მათი მიზანი რეჟიმის შეცვლა იყო. 47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი სკანდირებდა სიკვდილი ამერიკას. ეს რეჟიმი ახლა გაიგებს, რომ არავინ არასდროს უნდა დააყენოს ერთქვეშ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სიძლიერე და ძალაუფლება, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ორივე ლიდერმა პირდაპირ მიმართა ირანის მოსახლეობასაც და მოუწოდა მათ მზად იყვნენ მომენტისთვის გამოსაყენებლად, რათა დაამხონ ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება. თუმცა ჯერჯერობით ირანი წინააღმდეგობას ისევ აგრძელებს. იმის საფასუხოდ, რასაც თეირანი ამერიკულ-ისრაელურ აგრესიას უწოდებს, მან ასობით ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა. არა მხოლოდ ისრაელის, არამედ რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზების მიმართულებითაც. ამ თავდასხმების შედეგად ამ დროისთვის 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. დონალდ ტრამპმა, რომელიც ოდესღაც გმობდა მისი წინამორბედების მიერ ახლო აღმოსავლეთში ავღანეთიდან ერაყამდე წარმოებულ უსასრულო ომებს, ახლა საკუთარი ომი წამოიწყო ირანის წინააღმდეგ. მის წინამორბედთა მსგავსად ტრამპი ფსონს მოკლევადიან ომსა და ამერიკის გადამწყვეტ გამარჯვებას ედებს. მაგრამ ახლო აღმოსავლეთის ქვიშებს აშშ-ის არაერთი პრეზიდენტი შეუყვანია შეცდომაში. მოდით განვიხილოთ თუ რა ხდება ირანში და ახლო აღმოსავლეთში ჩვენს ახალ ვიდეოში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლორინოლზე. ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის წინააღმდეგ კამპანიაში როლების მკაფიო გადანაწილების მიხედვით მოქმედებენ. მაშინ, როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალები ძირითადად ორიენტირებულნი არიან ირანის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაციაზე, ისრაელმა ყურადღება გაამახვილა დეკაპიტაციის, ანუ თავის მომკვეთ დარტყმებზე. მიზანმიმართულ ოპერაციებზე, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის განადგურებისკენ არის მიმართული. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მხოლოდ ომის პირველ დღეს 40-ზე მეტი მაღალი რანგის ირანელი ოფიცერი დაიღუპა. ამ ლიანობის ნაწილი თეირანმა უკვე დაადასტურა. ის რაც დანამდვილებით ვიცით არის შემდგომი ფიგურების განადგურება. აზიზ ნასირზადე, ირანის თავდაცვის მინისტრი, ალი შახმანი, უზენაესი ლიდერის უფროსი სამხედრო მრჩეველი, მოჰამედ პაკპური, ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მთავარსარდალი, აბდულ რაჰიმ მუსავი, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე, რომლის განადგურებას ისრაელმა მოახერხა, თავად აიათოლა ალი ხამენეი იყო, ირანის უზენაესი ლიდერი 1999 წლიდან. მისი სიკვდილის შედეგებზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ეფექტურად მოჰკვეთა თავი მისი რეგიონალური ქსელის თითქმის ყველა მტრული ორგანიზაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას, ჰამასიდან ჰეზბოლამდე და ახლა უკვე თავად ისლამურ რესპუბლიკას. ისრაელის ფოკუსი პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაზე არ უნდა იყოს გასაკვირი. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადეს, ოპერაციების Epic Fury და Roaring Lion-ის მიზანი ისლამური რესპუბლიკის კოლაფსია. ამერიკა-ისრაელის სტრატეგია ეფუძნება ცენტრალურ დაშვებას. ირანის ხელმძღვანელობის განადგურების შემდეგ პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნება და ჩვეულებრივი ირანელები შეავსებენ ამ ვაკუუმს, აჯანყდებიან და დაამხობენ რეჟიმის ნარჩენებს. თუმცა ამ გეგმის განხორციელება შეიძლება ძალზედ რთული აღმოჩნდეს. გასული წლის 12 დღიანი ომის დროს პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ასევე მოუწოდა ირანელებს აჯანყებისკენ, მაგრამ ამ მოწოდების ხელშესახების შედეგი არ მოყოლია. იმის დაშვება, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება, საკმაოდ გაბედული ფსონია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ირანელს შეიძლება ახსოვდეს ამ წლის დასაწყისში გამართული ანტისამთავრობო პროტესტები. როდესაც ტრამპმა საჯაროდ გამოხატა მათი მხარდაჭერა, თუმცა საბოლოოდ არაფერი გააკეთა, როდესაც ირანის ხელისუფლებამ მარეულობას სისხლში ჩაახშო. ჯერჯერობით არ ჩანს იმის მკაფიო ნიშნები, რომ ამერიკულ-ისრაელურ მოწოდებას სასურველი ეფექტი აქვს. ირანის ქალაქების ქუჩებში პირველ დღეებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აიათოლა ხამენეის გარდაცვალების გამო გლოვობდნენ. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ირანის შიგნით მიმდინარე მოვლენების სურათი არასრული რჩება. მთავრობამ ინტერნეტზე ფართომასშტაბიანი შეზღუდვები დააწესა, რაც ართულებს ადგილზე მოვლენების განვითარების სრული მასშტაბისა და მიმართულების შეფასებას. სამხედრო განზომილებას,
რომ დაუბრუნდეთ, აშშ ისრაელის კამპანიის მასშტაბები კოლოსალურია. ისრაელმა დაახლოებით 200 გამანადგურებელი განათავსა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ საბრძოლო საჰაერო ოპერაციად იქცა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყვანა ანალოგიური რაოდენობის საჰაერო ხომალდი, რომლებსაც მხარს უჭერენ B2 Spirit, B1 Lancer და B52 Stratofortress სტრატეგიული ბომბდანშენები, ასევე Tomahawk-ის ტიპის ფროსანი რაკეტები და სხვა. ამერიკული თვითმფრინავები მოქმედებენ ორი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფიდან, USS Abraham Lincoln და USS Gerald R. Ford, ისევე როგორც რეგიონის მრავალი სხვა სამხედრო ბაზიდან. დარტყმების პაკეტი მოიცავს F-18-ებს, F-16-ებს, F-22-ებსა და F-35-ებს, MQ Reaper-ების ტიპის დრონებთან და დაბალბიუჯეტიან უპილოტო საფრენ აპარატ Lucas-თან ერთად. მთელ ოპერაციას მხარს უჭერს ასობით დამატებითი პლატფორმა საჰაერო-საზღვაო კიბერ და ლოგისტიკურ სფეროში. თეირანში დარტყმების სამიზნე სახელმწიფო ხელისუფლების ძირითადი ინსტიტუტები გახდა. საპრეზიდენტო კომპლექსიდან დაწყებული თავდაცვისა და დაზვერვის სამინისტროებისა და ირანის გენერალური შტაბის შტაბ-ბინით დამთავრებული. დედაქალაქის მიღმა ძირითადი სამიზნეები მოიცავდა ისპაჰანს, სადაც მდებარეობს საკვანძო ბირთვული კომპლექსი, პარჩინს ფეთქებადი ნივთიერებების კვლევის უმსხვილეს ობიექტს, ყუმს, ქერმანშაჰს, ქარაჩასა და ილამს და სამხედრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტმა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ტრამპმა განაცხადა, რომ განადგურდა ან ჩაეზერა 17 საბრძოლო ხომალდი, მათ შორის ჯამარანის კლასის კორვეტი, რომელიც ჯაბაჰარის პორტში იყო დოკირებული და ეს ციფრები მუდმივად იზრდება. ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნე იყო კუნძული ხარგი, კვანძი, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს მოიცავს. კუნძულზე დარტყმა განხორციელდა, თუმცა მიყენებული ზიანის სრული მასშტაბი ჯერჯერობით ბუნდოვანი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებსა და ებრაელებს ურჩევნიათ ისლამური რესპუბლიკის ანგარიშებიდან ჩამოწერა, ეს უკანასკნელი ბრძოლის გარეშე ამ ეტაპზე არ ნებდება. აშშ-ს და ისრაელის დარტყმების პირველი ტალღიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ ირანულმა ძალებმა საპასუხო ოპერაციები დაიწყეს. მსგავსი რეაგირება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ თეირანმა ცოტა ხნის წინ შეარბილა ბრძოლის წესები და საველე მეთაურებს ფართო ავტონომია მიანიჭა ცენტრალურ საზღვრებასთან კავშირის დაკარგვის შემთხვევაში. ირანმა თავის ოპერაციას ჭეშმარიტი დაპირება 4 უწოდა. თეირანი ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს უშვებს არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მთელ რეგიონში აშშ-ს სამხედრო ობიექტების მიმართულებითაც. ყველაზე ინტენსიური თავდასხმები მიმართულია სპარსეთის ყურის მოპირდაპირე სანაპიროზე მდებარე ამერიკული ბაზებისკენ. ქუვეითში, საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანში. თუმცა ირანის დარტყმები ყურის მასშტაბით მხოლოდ სამხედრო სამიზნებით არ შემოიფარგლება. დაზიანდა საქალაქო ინფრასტრუქტურაც, მათ შორის აეროპორტები და უცხოელ ვიზიტორებში პოპულარული ძვირადღირებული სასტუმროები. გავრცელებულ კადრებში სამიზნეებს შორის იყო სასტუმრო Fairmont The Palm, დუბაიში და ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტიც. დარტყმები განხორციელდა ომანშიც, ქვეყანაში, რომელიც ტრადიციულად ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს ირანთან და რომლის დიპლომატებიც სულ რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ ცდილობდნენ შუამავლობას ვაშინგტონსა და თეირანს შორის. ყველაზე მძიმე დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ იყო მიმართული. 2026 წლის 1 მარტის ბოლოსთვის ირანმა საამიროების ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 165 ბალისტიკური რაკეტა და 551 დრონი გაუშვა. არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ეს თავდასხმა სერიოზული რეპუტაციული შოკია. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დატვირთულია საერთაშორისო მგზავრობებით, დროებით დაიხურა. თუმცა საამიროების ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის ქსელმა, რომელიც აგებულია პატრიოტის, Skynight-ის, ბარაკის სისტემებზე და რუსული წარმოების პანცირის დაანადგარებზეც კი 90%-ზე მაღალ მოგერიების მაჩვენებელს მიაღწია. მიუხედავად ამისა, რაკეტებისა და დრონების გარკვეულმა ნაწილმა მაინც შეძლო შეღწევა. ირანის თავდასხმები არაბულ სახელმწიფოებზე უფრო ფართო სტრატეგიული გათვლის ნაწილია. თეირანი ფსონს დებს იმაზე, რომ ყურის მონარქიები, რომლებიც პირდაპირ ეკონომიკური და უსაფრთხოების რისკების წინაშე დგანან, ზეწოლას მოახდენენ დონალდ ტრამპზე, რათა მათ ომი დაასრულოს. ეს არის საშიში აზარტული თამაში, რომელიც შეიძლება ადვილად გამოვიდეს ირანის კონტროლიდან. ეს სტრატეგია ეყრდნობა ვარაუდს, რომ არაბული მთავრობები თავს აარიდებენ პირდაპირ საპასუხო ქმედებებს, რადგან არ სურთ ისრაელის მხარეს მებრძოლებად გამოჩნდნენ. ეს ვარაუდი შეიძლება ნაწილობრივ სწორიც იყო, მაგრამ სიტუაცია გაცილებით რთულია. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან ურთიერთობები დაარეგულირა და მჭიდრო პოლიტიკურ და უსაფრთხოების თანამშრომლობას ინარჩუნებს. მაშინაც კი, თუ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო არ მოახდენს კოლექტიური პასუხის კოორდინაციას, არ არის გამორიცხული ის შესაძლებლობა, რომ საამიროებმა დამოუკიდებლად იმოქმედონ. რეალურად საამიროებმა უკვე გამოაცხადეს თეირანში საკუთარი საელჩოს დახურვისა და ირანიდან დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციის დაწყების შესახებ. ამავდროულად კონფლიქტი ირანისა და ისრაელის ფარგლებს ცდება და ბრძოლაში ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით უფრო მეტ აქტორს ითრევს. ოპერაციის პირველ დღეს აშშ-ს და ისრაელის ძალებმა ერაყში პროირანული მილიციელების კუთვნილ ბაზას დაარტყეს. საპასუხოდ ქათაბ ჰეზბოლამ თავდასხმები დაიწყო ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე. კონფლიქტში ირანის რეგიონული ქსელის სხვა წევრებიც ჩაერთვნენ. ლიბანის ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელის დაბომბვა დაიწყო, ხოლო იემენის ჰუთების მოძრაობამ გამოაცხადა თავდასხმების განახლება ბაბ ელ-მანდების სრუტის გამავალ კომერციულ გემებზე. კრიტიკულ
სტრატეგიკულად მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. დაძაბულობა იზრდება ჰორმუზის სრუტეშიც, რომელმაც გლობალური ნავთობის მოხმარების დაახლოებით 20% გადის. ომის პირველ დღეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშახთა კორპუსმა გაავრცელა რადიო გაფრთხილება, რომლითაც გემებს სრუტეში გავლა აუგრძალა. მეორე დღეს პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე სახელად Skylight თავდასხმაც განხორციელდა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით გემი ეკუთვნოდა ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც სანქციების დარღვევით ირანული ნავთობის კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა. ეს აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ თეირანმა მიზანმიმართულად გამოიყენა Skylight-ის ფაქტობრივად მისი ერთ-ერთი საკუთარი აქტივი ძალის კონტროლირებადი დემონსტრირების მოსაწყობად. მიუხედავად იმისა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თეირანი არ აპირებს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, ამ სიგნალმა უკვე მოახდინა ძლიერი გავლენა. ტანკერების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საერთოდ თავი აარიდა გადასასვლელს და ახლა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის სანაპიროებთან ღია ზღვაში ელოდებიან. რაც იმისა ადრეული მიანიშნებელია, რომ შეზღუდულ შეფერხებასაც კი შეეძლება გლობალური ეკონომიკური შედეგი მოხვეს. ირანის ისლამური რესპუბლიკა ერთდროულად იბრძვის და გლოვობს. 1 მარტს დილას სახელმწიფო ტელევიზიამ ოფიციალურად დაადასტურა აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალება. ამ განცხადებამ საფუძველი ჩაუყარა 40 დღიან საყოველთაო გლოვის პერიოდს, თუმცა ამავდროულად ძალაუფლების სენსიტიური და პოტენციურად დესტაბილიზაციის გამოწვევი გადაცემის პროცესის დასაწყისიც გახდა. ხამენეი 86 წლის იყო. ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ უზენაესი ლიდერის მმართველობის დასასრული ახლოვდებოდა. თუმცა მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა მმართველი ელიტა შოკში ჩააგდო. ირანის კონსტიტუციის თანახმად ახალი უზენაესი ლიდერის არჩევამდე უფლებამოსილებას ახორციელებს 3 წევრისგან შემდგარი დროებითი საბჭო, რომლის შემადგენლობაც არის პრეზიდენტი მასუდ ფეჟექშიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გოლამ ჰოსეინ მოხსეი ეჟეი, ალირეზა არაფი, რომელიც გუშახთა საბჭოს წარმოადგენს. ახალ უზენაეს ლიდერს აირჩევს ექსპერტთა ასამბლეა 88 წევრისგან შემდგარი სასულიერო ორგანო. პრინციპში შერჩევა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, თუმცა აკაც ისრაელმა ამ ასამბლეაზე დარტყმა უკვე განახორციელა. როგორც ებრაული წყაროები წერენ, ამ შეკრების შესახებ იცოდნენ და მათი უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია. ამ მიზეზით სულ უფრო სავარაუდოა, რომ ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი მნიშვნელოვან, თუმცა არაფორმალურ როლს შეასრულებს ამ გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს მართვაში. საბჭო, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ირანის მთავარი ორგანოა ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისთვის. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ლარიჯანი და არა პრეზიდენტი ფეზეშქიანი გამოჩნდა სახელმწიფო ტელევიზიით, რათა განემარტა მემკვიდრეობის პროცესი და ქვეყნის დროებითი მართვის საკითხები. კიდევ უფრო გასაოცარია ის, რომ თავდასხმამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე გავრცელა ცნობები, თითქოს აიათოლა ხამენეიმ პირად საუბრებში მიანიშნა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში ახალი უზენაესი ლიდერის არჩევამდე დე-ფაქტო ხელმძღვანელობა ლარიჯანის უნდა გადაებარებინა. თუ ეს სიმართლე შეესაბამება, ეს ლარიჯანის არა მხოლოდ დროებით მმართველ ფიგურად, არამედ ირანის ძალაუფლების მთავარ განმკარგველად აქცევდა ომის, გაურკვევლობისა და პოტენციური შიდა ფრაგმენტაციის მომენტში. თუმცა უახლესი ინფორმაციით უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის მეორე ვაჟი მონჯთაბა აირჩიეს. პოტენციურ მემკვიდრეებთან დაკავშირებით წლები ვრცელდებოდა ვარაუდები და ამ პროცესში სახელების ფართო სპექტრი ფიგურირებდა. მათ შორის იყო გავრცელებული ინფორმაციით უკვე არჩეული მონჯთაბა ხამენეი. სხვა ვარიანტებს შორის იყო ასევე ჰასან ხომენეი, ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის შვილიშვილი და სადეყ ლარიჯანი, ალი ლარიჯანის ძმა. პოტენციური კანდიდატების ნაკლებობა ამ ეტაპზე არ შეიმჩნევა, თუმცა ამავდროულად ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტული პირის არჩევა მას უდიდეს საფრთხის წინაშე აყენებს, მოკავშირეების დარტყმების გათვალისწინებით. იყო ვარაუდი, რომ ძალაუფლების გადაცემა არ მოხდებოდა მემკვიდრეობითი პრინციპით, თუმცა არსებული მოცემულობა ამ ვარაუდებს აქრობს. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში არაერთხელ გაჟღერდა მტკიცებები იმის შესახებ, რომ ეს საკითხი კულუარებში უკვე გადაწყვეტილი იყო. თითქოს მომავალი უზენაესი ლიდერი არაფორმალურად უკვე დანიშნულიც კი იყო. შესაძლოა ზუსტად მოჯთაბა იყო ის არჩევანი, რომელიც თავად ხამენეიმ გააკეთა ლიკვიდაციამდე. ირანის, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში ყველაზე დიდი გაურკვევლობა შესაძლოა თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყოს. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების გამოცხადებისას ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მიზანი ისლამური რესპუბლიკის დამხობა იყო და ირანელებს მოუწოდა ადგენდა იბრძოლონ საკუთარი თავისუფლებისთვის. თუმცა სულ რაღაც რამოდენიმე საათში, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა აიათოლა ხამენეის გარდაცვალების შესახებ, მისი ტონი საგრძნობლად შეიცვალა. რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ უზენაესი ლიდერის სიკვდილმა შესაძლოა თეირანთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევა რეალურად გააადვილოს. როგორ თავსდება ეს ორი განცხადება ერთმანეთთან და სად არის აქ ლოგიკა? რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მანევრირებაში და ომის ბურუსის შექმნაში. ისრაელი როგორც ჩანს მოწადინებულია ისლამური რესპუბლიკის კოლაფსს მიაღწიოს. ტრამპის შემთხვევაში იგივე ხარისხის სიმტკიცე საჯაროდ ნაკლებად იკვეთება. პრეზიდენტი მზად ჩანს ნებისმიერ მომენტში დაიხიოს უკან რეჟიმის შეცვლის მიზნიდან, თუ ომის საფასური ზედმეტად გაიზრდება. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. თავად ტრამპმა ეს ნათლად გამოხატა აქსიოსისთვის მიცემულ კომენტარში თავდასხმიდან მალევე. მე შემიძლია გავაგრძელო და მთელი
ირანი დავიკავო, ან შემიძლია ეს 2-3 დღეში დავასრულო და ირანელებს უთხრა, შეხვედრამდე რამდენიმე წელიწადში, თუ კი თქვენი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების აღდგენას დაიწყებთ. თუმცა მალევე ტრამპმა განაცხადა, რომ კონფლიქტი 4-5 კვირა გაგრძელდება და მიზნებს აუცილებლად მიაღწევს. ისრაელისთვის ეს ქმნის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სირთულეს. რატომ უნდა გამოეხმაურონ ირანელები ტრამპის მოწოდებას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აჯანყების შესახებ, თუ მათი პოტენციური ამერიკელი მხარდამჭერი, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ რეჟიმის შესვლაზე საუბრობდა, ახლა იმავე რეჟიმთან მოლაპარაკებების მზადყოფნის სიგნალს იძლევა და შემდეგ მალევე უბრუნდება პირვანდელ განცხადებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს ირანთან ომიდან უკან დაიხიოს, გონერული იქნება ვივარაუდოთ, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის ნაადრევი დასრულების თავიდან ასაცილებლად. რატომ? იმიტომ, რომ ირანმა უკვე გადაიტანა ამ ბრძოლის ერთი რაუნდი. და ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს დარწმუნდეს, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგნაირად იქნება. აქ იგულისხმება გასული წლის 12-დღიანი კონფლიქტი, რომელიც ცნობილია როგორც ოპერაცია აღმავალი ლომი. იმ დროს ისრაელმა გამოავლინა ირანის მნიშვნელოვანი შიდა სისუსტეები და მოახერხა კიდეც შეერთებული შტატების ოპერაციაში ჩართვა. თუმცა საბოლოო შედეგი შეზღუდული იყო. შიდა აჯანყება არ მოხდა და ირანის ბირთვული პროგრამა სრულად არ განადგურებულა. ახლა ისრაელმა შესაძლოა დაინახოს მეორე შანსი ისლამური რესპუბლიკის დასაშლელად და ის მტკიცედ იქნება განწყობილი ამ შანსის გამოსაყენებლად. მსგავსი შესაძლებლობები ხშირად არ ჩნდება. განსაკუთრებით ისრაელის მიმართ ახალგაზრდა ამერიკელების სწრაფი ცვალებადი დამოკიდებულების გათვალისწინებით. ნეთანიაჰუმ შესაძლოა ჩათვალოს, რომ ვაშინგტონში პოლიტიკური პირობები მომავალში შესაძლოა ნაკლებად ხელსაყრელი გახდეს. ამავდროულად კრიტიკული კითხვა რჩება. შეუძლია თუ არა მატერიალურ შეზღუდვებს ისრაელის გეგმების ჩაშლა. აშშ ისრაელის სტრატეგია ეფუძნება ვარაუდს, რომ ხანგრძლივი საჰაერო და საზღვაო დარტყმები ირანის შიგნით არეულობას გამოიწვევს. მაგრამ რა მოხდება თუ აჯანყება არ მოხდება? რა ვარიანტები დარჩება მაშინ? მოკავშირე ძალების მიერ სახმელეთო ინტერვენცია უკიდურესად ნაკლებად სავარაუდო ჩანს. ტრამპი თანმიმდევრულად ეწინააღმდეგება სახმელეთო ჯარების გაგზავნის იდეას, ხოლო ამერიკულ საზოგადოებრივ აზრში ნაკლებად შეინიშნება მზაობა კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ახლო აღმოსავლური ომისთვის. ეს მხოლოდ ჰაერიდან და ზღვიდან წარმოებულ ხანგრძლივ კამპანიის ვარიანტს ტოვებს. შესაბამისად ისმის კითხვა, რამდენ ხანს შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ასეთი ომის წარმოება. ირანზე თავდასხმამდეც კი ამერიკულ პრესაში გაჟონილი ინფორმაცია შიდა შეშფოთებებზე მიუთითებდა. გავრცელებული ინფორმაციით, შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი დენ კეინი პრეზიდენტს ხანგრძლივი დაპირისპირების წინააღმდეგ აზრევდა რეკომენდაციას და აფრთხილებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მარაგები შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს ირანის ხანგრძლივი ბალისტიკური შედევის მოსაგერიებლად. ერთ-ერთი საგაზეთო სტატიის თანახმად, რომელიც სამხედრო შეფასებას ეყრდნობა, აშშ ძალების ვარაუდით, ჩამჭრელი რაკეტების მარაგი მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის მხოლოდ 2 კვირას ეყოფოდა. ეს რა თქმა უნდა, თუ მანამდე ირანი თავად არ ამოწურავდა საკუთარ სარაკეტო არსენალს ან აშშ არ გაანადგურებდა მას. შეზღუდულ მარაგებთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ შესაძლოა უკვე მოახდინა გავლენა აშშ-ს გააწყვეტილებებზე სხვაგანაც. მსგავსი მატერიალური შეზღუდვები გავრცელებული ინფორმაციით იყო ერთ-ერთი ფაქტორი ვაშინგტონის ადრინდელი გადაწყვეტილებისა. შეემცირებინა ოპერაცია რაუფ რაიდერი კამპანია იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ. მოდით შევაჯამოთ ყველაფერი, რაც ზემოთ თქვით. ისლამურ რესპუბლიკას ესმის, რომ მისი გადარჩენის საკითხი ახლა სასწორზეა. კუთხეში მიმწყდეული იგი სავარაუდოდ კიდევ უფრო დიდი მონდომებით იბრძოლებს. შეერთებული შტატები და ისრაელი ფსონსდებენ იმაზე, რომ აიათოლა ხამენეის მკვლელობა გადამწყვეტი გარდამტეხი მომენტია. მომენტი, რომელიც გამოიწვევს არსებული სისტემის კოლაფსს და რესპუბლიკის დაცემას. თუმცა ხამენეის სიკვდილის მნიშვნელობის დაკნინების გარეშე არის ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც აღნიშვნის ღირსია. ბოლო წლებში ხამენეის საგარეო პოლიტიკა ღრმად არაეფექტური იყო. მიმდინარე კრიზისისკენ მიმავალი გზა 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ჰამასი თავს დაესხა ისრაელს. რამაც საფუძველი ჩაუყარა ფართო დაპირისპირებას ისრაელსა და ირანის რეგიონალურ ქსელს შორის. ეს იყო დაპირისპირება, რომლის მართვაც ხამენეის გაუჭირდა და მოკავშირეებს სათითაოდ კარგავდა. ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისრაელმა თეირანში ვიზიტისას მოკლა. ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა ბეირუთში ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა, ხოლო სირიის პრეზიდენტი ძალაუფლებას ჩამოაშორეს ამბოხებულთა სწრაფი შეტევის შემდეგ. ისრაელთან დაპირისპირების განმავლობაში ირანი მეტწილად პასიური და რეაქტიული რჩებოდა, რაც არაერთხელ აშკარავებდა მის საკუთარ შეზღუდვებს. გარკვეულწილად ეს ასახავდა ხამენეის ხელმძღვანელობის პერსონალურ სტილს. იგი ბუნებით ფრთხილი და კონსერვატიული გადაწყვეტილების მიმღები იყო. ეს სიფრთხილე თვალსაჩინო იყო არა მხოლოდ ირანის რეგიონალურ სტრატეგიაში 2023 წლის შემდეგ, არამედ უშუალოდ ბირთვულ პროგრამაშიც.
მაშინაც კი, როდესაც ირანი მუდმივად ავითარებდა თავის შესაძლებლობებს ხამენეის არასდროს მიუცია პოლიტიკური თანხმობა ბირთვული ბომბის რეალური შექმნისთვის. მიუხედავად ირანული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილის მხრიდან არსებული ზეწოლისა, თუ ისლამური რესპუბლიკა საბოლოოდ გადაურჩება ამ გამოცდას და ამ მოცემულობაში ჯერჯერობით ეს კიდევ სავარაუდოა, ქვეყნის ახალი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა შესაძლოა ბევრად უფრო ნაკლებად თავშეკავებული აღმოჩნდეს. პარადოქსულია, მაგრამ ამ კონფლიქტმა შესაძლოა უფრო მილიტარიზებული ირანი წარმოშვას. ისეთი, რომელიც კიდევ უფრო მტკიცედ იქნება განწყობილი ბირთვული იარაღის შექმნის მიმართ, რაც შემდგომში აღქმულ იქნება როგორც ერთადერთი საიმედო გარანტია, რათა შეკავდეს აშშ ისრაელის მომავალი თავდასხმები. შეგახსენებთ, რომ ეს ვიდეო ანალიტიკა წარმოადგენს კონკრეტული დღეების შიგნით მომხდარ მოვლენებს. მას შემდეგ ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა, რომელსაც ვაშუქებთ ჩვენს Telegram არხზე. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი Telegram არხით, სადაც ყოველდღიურად live რეჟიმში ყველაზე სანდოდ და ყველაზე სწრაფად ვაქვეყნებთ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას. და გმადლობთ, რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, მოიწონეთ ვიდეო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.